იქნება მაშინ პირველი კითხვა რა არის აუდიტორია 1918. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ერთადერთი სტუდენტური მოძრაობა რომელიც ვიცი რომ არსებობდა ის იყო აუდიტორია 19. ხო. მე ხო არ ვიცი. ლაბორატორია 1918 იყო სტუდენტური მოძრაობა, რომელიც დაარსდა 2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ასე ვთქვათ. პროტესტებდნენ იმას, რომ უნივერსიტეტში არ იყო მასალები ქართულ ენაზე სტუდენტებისთვის. სწავლის ხარისხზე იყო მოკლედ საუბარი, რომ ხარისხი არ ვარგო და იყო საუბარი იმაზე, რომ არ არსებობდა ეს მასალები და ამას მოყვა სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან ჩხუბი და მოკლედ ამას შემდეგ უკვე მოყვა გამოსვლები უნივერსიტეტთან მეექვსე კორპუსთან იყო დაახლოებით 300-400-მდე სტუდენტი გამოვიდა. ან უნივერსიტეტში არსებული სიტუაცია ყოველთვის აღწერდა იმას, რაც ხდებოდა ქვეყანაში. და სტუდენტური თვითმმართველობა მაშინ იყო ჩვეულებრივი გაგრძელება, ასე ვთქვათ, იმ რეჟიმის, რომელშიც ცხოვრობდით და იყვნენ ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტის ბაზაზე იყვნენ ამ რეჟიმის აღმასრულებლები და მაკონტროლებლები, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტის შიდა სიტუაციის ნელ-ნელა ორგანიზდნენ და ჩამოყალიბდა მოძრაობა ლაბორატორია 1918. ხო, მე ვიყავი 2011 წელს 10 წლის. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ასე ვთქვათ, ჩვენი მოძრაობის იყო უნივერსიტეტის ავტონომია. უბრალოდ უნივერსიტეტის ავტონომიიდან ვრცელი რაღაც ამხანო ხვდები, რომ მარტო უნივერსიტეტის ფარგლებში ვერ დარჩები ამ მოთხოვნით და ეს მოთხოვნა გადის თელ სისტემაზე, რა როგორ სისტემაში ცხოვრობ, ასე ვთქვათ. და ამ დროთა განმავლობაში ეს მოთხოვნები, ასე ვთქვათ, და ეს ბრძოლა გასცდა აი ამ მხოლოდ უნივერსიტეტის პრობლემებზე საუბარს. პირველი სტუდენტური მოძრაობა იყო, რომელმაც სოციალური საკითხები და ეკონომიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში და ეს აქციები გამართა. დაახლოებით, ასე ვთქვათ, 2 წელი ფუნქციონირა ამ მოძრაობამ და 2013 წელს უკვე მერე დავიშალეთ. ეს მე რამდენიც მახსოვს, ანუ საერთოდ არ ყოფილა მედიაში გაშუქებული. პირველი ერთი წელი თითქმის საერთოდ არ იყო გაშუქებული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ონლაინ მედიას. აი 2012 წლის არჩევნების წინ გავარდა ლაბორატორიის სახელი. მაშინ არჩევნებამდე ისევ სექტემბერში დაიწყო სტუდენტური აქციები. შემდეგ უკვე ეს კადრები როცა გავრცელდა და ეს ყველაფერი გადაიზარდა საყოველთაო პროტესტში, ასე ვთქვათ, საყოველთაო წინააღმდეგობაში მაშინდელი რეჟიმის მიმართ სტუდენტური პროტესტის ავანგარდში აღმოჩნდა უცებ-ეს მოძრაობა და თან ანუ სრულიად მოუმზადებელი, იმიტომ რომ მანამდე თუ ძალიან მცირე მასშტაბზე გავდიოდი, თავს ვთქვათ, უცებ ძალიან დიდ მასშტაბზე აღმოჩნდით და ამის გამოსლებაც არ იყო თუნდაც ის, რომ რაღაცა ეს აქცია როგორ დააორგანიზა, როცა ამდენი ხალხია ან რაღაც ძალიან უცებ მოხდა ამ პროცესებში ჩართვა და მაშინ აქედან მოყოლებული უფრო მეტად ხდებოდა მერე, ასე ვთქვათ, დაინტერესებაც და გაშუქებაც ლაბორატორიის აქტივობების. კარგი. ფიქრობ, რომ 2024-2025 წლების მოვლენებმა რაღაც განსხვავებული გამოცდილება მისცა სტუდენტებს და რა არის ეს გამოცდილება? ესე თან კიდე თან არა. იმიტომ რომ რაღაც ფაზებივით არის საბოლოო ჯამში, თავიდან ფიქრობდი რომ მე მგონი კი, იმიტომ რომ აი რაღაც ახალი, როგორც კი აი სტუდენტური მოძრაობები გაჩნდა, მაშინ მქონდა განცდა რომ მე მგონი აი რაღაც სტუდენტები შეძლებენ თან მით უმეტეს ეს არ იყო ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის პროტესტი, რამდენიმე უნივერსიტეტმა ერთად დადო განცხადებები, შეიქმნა მოძრაობები და საბოლოო ჯამში მოლოდინი მაინც გაქვს იმის, რომ ეს ახლა გარდაიქმნება რაღაც ძალიან დიდ. მერე უკვე რაღაც დროის გასვლასთან ერთად მქონდა ის განცდა, რომ ვერ შეძლო ამ სტუდენტურმა მოძრაობამ, არ ვიცი მე რაღაც თავის სათქმელი ეთქვა ისე, რომ სტუდენტებში მაინც ასე ვთქვათ სოლიდარობის განცდა გამოეწვია. ეს შეიძლება ორმხრივი პრობლემა იყოს თვითონ სტუდენტების მხრიდანაც მაგალითად რომ მეტი რა უნდა მოხდეს ხო რომ რაღაც შენ სტუდენტს გვერდით დაუდგე და მხარი დაუჭირო ხო ანუ საერთოდ არ უნდა იყოს წესით საჭირო რომ ამ სტუდენტმა მაგალითად შენ რაღაცისკენ გიბიძგოს ან მოგიწოდოს. გასაბრაზებელი არის ის რომ მაგალითად 26 ოქტომბრის მერე აქციები რომ იყო ერთ-ერთი აქცია იყო ეს
გადაკეტვა ვარაზისხევის და მაშინ TSU-ს კორპუსიდან ეს სპეცრაზმი თუ კრიმინალური პოლიცია გამოვიდა იქიდან და დაიწყო დარბევა და ეს ამბავი გავრცელებულია. შეუძლებელია რომ დღეს როცა სტუდენტი ხარ რაღაც დილით Facebook-ზე შესულიყავი და ეს ვერცა გეკითხავ. და ზუსტად ამ დარბევის მეორე დღეს დილა იყო უკვე რომ რაღაც 9-10 საათზე 11 საათზე სტუდენტების მასა ფაქტობრივად მიდიოდა TSU-ში იმის გამო რომ რაღაც ლექციას დასწრებოდა და ან გაბრაზებული იყო არა იმაზე რომ იქიდან ანუ უნივერსიტეტში საპოლიციო ძალები იყვნენ, ანუ ამაზე კი არ ქონდა გაბრაზება ქონდა იმაზე რომ რაღაც ქუჩაში ხალხი დგას და გავლა უჭირს და ანუ არ ვიცი ვიღაც რო რაღაცას ეუბნება სწყინს მერე. შეიძლება კარგი დავუშვი რომ ოკეი ვერ გაიგე და აი ამას გეუბნები რომ ესეთი რაღაც მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გამოხატე რეაქცია და არა მე ლექციას ვერ გავასწენი, იმიტომ რომ მე რაღაც სტიპენდიანტი ვარ და რაღაც იგეთი და ანუ არც ჩვენ ვსწავლობთ, ანუ ჩვენ არ ვართ ისინი, რა ქვია, რომ ადამიანები რომელსაც სწავლა არ აინტერესებს, ხო, რატო აყენებს შენ თავს იმის რაღაცა მორალურად უფრო ისეთ მდგომარეობაში, რომ არა, ახლა მე ვერ გავასწენი, იმიტომ რომ მე სტიპენდია უნდა ავიღო და შენ თუ გწემენ არ აუშავს. რატო? ანუ რანაირად შეიძლება, ანუ ეს რა ქვია, არ ვიცი, ორი ქულა გაცვალო იმაში, რომ ვიღაც ადამიანი სცემეს და დაიჭირეს და ზუსტად მაგ დღეს იყო, როცა მათედევიძე დაიჭირეს მაგალითად და დღემდე ციხეშია და სისხლის სამართლის დევნა არის ამ ადამიანზე. როგორ გაგრძელდა ლაბორატორიელების ცხოვრება მოძრაობის შემდეგ და აქვე იქნება რელევანტური კითხვა ალბათ რატომ დაიშალა? იმიტომ რომ 2 წელში დაიშალა, ხო, როგორც მითხარი. ხო, ხო. ხელისუფლების ცვლილებასაც ჰქონდა თავის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ალბათ დაშლის, მაგრამ ანუ გარდაუვალი იყო ეგ დაშლა ისედაც ჩემი აზრით, იმიტომ რომ პრობლემას წარმოადგენდა ეს არაორგანიზებულობა იყო ყველაზე მთავარი ჩემი აზრით აი დაშლის ფაქტორი და ეს შიდა იდეოლოგიური განსხვავებები, რომელიც ანუ უკვე შეუძლებელს ხდიდა მოქმედებების განხორციელებას, იმიტომ რომ აი ელემენტარულ რაღაცებზე აი ელემენტარულ იმდენი ხანი გრძელდებოდა ეს დისკუსიები და იმდენი რესურსი მიქონდა, რომ უკვე იხლებოდი ნერვები აღარ ქონდა ამ ჯიკაობისა. მოკლედ შეთანხმდა რომ ისე რომ არ გამოსულიყო ვიღაცას ეკუთვნის, ვიღაცა კონკრეტულ ჯგუფს ან პიროვნებებს ეკუთვნის ეს მოძრაობა, გადაწყდა რომ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება რომ ასე ვთქვათ დავიშალოს და ვისაც როგორი ბრძოლის ჯერა ის ბრძოლა გააგრძელოს, ასე ვთქვათ რა. ზოგი საერთოდ აღარ აინტერესებს, ანუ აღარანაირ პოლიტიკურ აქტივობებში აღარ არის ჩართული, ზოგი რაღაც კერძო სფეროშია დასაქმებული და ანუ სულ ანუ თავისთვის არის ასე თქვა, ზოგი კი ქართულ ოცნებას არის შეზრდილი და პროპაგანდისტად არის ქცეული. ეგეთ საკითხებზე მსჯელობა თუ მიდის, რომ დავუშვათ ხალხს რა აბრკოლებს, რომ გამოვიდეს გარეთ და გაიფიცოს მასშტაბური გაფიცვა მოიწყოს. ანუ რაღაც ეგეთ საკითხებზე თუ ყოფილა ხოლმე მსჯელობები ან არა თუ არის. ხო, მე ძალიან ცოტა ხანი ვიყავი, ამიტომ არ მინდა ესე გადაჭრით თქვა, რომ კი ან არა. მაგრამ ძირითადად რამდენადაც ვიცი, საუბარი არის იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რაღაც პროტესტი გამოხატონ. ანუ ძირითადად საუბარი არის ამ აქტივობებზე და უფრო მეტად კიდევ ერთი ესეთი რაღაც რაც ახასიათებს სტუდენტურ მოძრაობას, არა მარტო სტუდენტურ მოძრაობას, ზოგადად ამ პროტესტის არის, რომ ეს არის რაღაცნაირი ანუ რეაქცია რა საბოლოო ჯამში. ქართულ ცნება რაღაც საკეთებს და მე მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რითი უპასუხოთ. და პროტესტი ვერ ქმნის თავის დღის წესრიგს, რომ ანუ ეს იყოს პირიქით მაგალითად, რომ ჩვენ რაღაცას ვითხოვთ და ამაზე უნდა იყოს რაღაც, არ ვიცი მე, ქართული ოცნების პასუხი. მეც რომ ვიყო მაგალითად, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენელი, ესე რომ უყურებდე ყველაფერს და ვხედავდე, რომ ადამიანი, რომელიც რაღაცა პროტესტებს საბოლოო ჯამში არანაირი ესე თქვათ, საფრთხეს არ მექმნის იმ გაგებით, რომ ანუ თავისთვის არის რა, მოკლედ ანუ არ ვიცი, ელაპარაკება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ისედაც თავის აზრზეა, ხო? არ მიქმნის არანაირ საფრთხეს, რომ რა ვიცი, მე გავაგრძელო იმ საქმის კეთება, რასაც ვაკეთებ, ხო? რა ვიცი, რატო უნდა გავითვალისწინო იმის აზრი. TSU როგორც ესეთი, ანუ არის ალბათ ყველაზე დიდი ისა ბასტიონებით რა, ანუ ხელისუფლების ნებისმიერის, რომ ანუ თუ ამ უნივერსიტეტში არ იცვლება არაფერი, ანუ სხვაგან ვერ შეიცვლება ფიზიკურად, ანუ შეუძლებელი, ინდიან დიდი რესურსია და ძალიან უფრო რთული არის ბრძოლა.
ილიას შემთხვევაში მაგალითად ხო ანუ არანაირი წინააღმდეგობა არ გაქვს ადმინისტრაციის მხრიდან რომ შენ რაღაც გააპროტესტო და მე მაგით უფრო არ მესმოდა რომ რატომ რჩებით ჩვენ მაგალითად ილიას სივრცეში მაშინ როცა რაღაც შეგვიძლია რომ მოვითხოვოთ რომ თესეუში გაგრძელდეს პროტესტი და რაღაც ყველა შევიკრიბოთ რაღაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, არ ვიცი, სხვა კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები და ყველა მივიდეთ თესეუში, მაგალითად. სადაც ასე ვთქვათ, ძალიან ცალსახაა პრობლემა და ძალიან ცალსახაა ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა, ხო, ამ სტუდენტებზე. ანუ რა საჭირო არის ამ შემთხვევაში ამის გაშლა და დანაწევრება, როცა შეგვიძლია რომ ერთი კონკრეტული ცენტრალიზებულად ერთი კონკრეტული პრობლემა გავაპროტესტოთ, რომელიც მართლა პრობლემაა, ხო? მე მგონია რომ ეს მოლოდინების საკითხი არის თვითონ მთავარი პრობლემა. შენ იწყებ რაღაც დღის წესრიგზე მუშაობას, აი ეს დღის წესრიგი შემოგაქვს და შეიძლება მე ანუ შენ ამით სტიმული მისცეს სტუდენტების შემდეგ თაობას, რომ ეს ამ დღის წესრიგისთვის ბრძოლა გააგრძელონ და გადაიბარონ, ასე ვთქვათ, ეს მემკვიდრეობა რა. თუნდაც მაგალითად აი სხვა ქვეყნებში სადაც მომხდარა ძალიან დიდი სტუდენტური მოძრაობები და ამ სტუდენტურმა მოძრაობებმა მე დიდ პროტესტებში გადაიზარდა და მოიცვა თელი ქვეყანა, ეს არ მომხდარა ჰაერიდან რა, ანუ იქ რაღაცა ტრადიცია არსებობდა სტუდენტური გამოსვლების პროტესტის და ეს ტრადიცია მე გრძელდება სადღაც დადგა ეს პიკი, რომ ის თაობა რომელთაც მოაღწია, იმ თაობამ მე უკვე ქონდა ის მემკვიდრეობა, რომელიც შეძლო რომ გაეფართოვებინა, ასე ვთქვათ რა, ეს პროტესტი და მოეცვა უფრო მეტი ხალხი. თავარია ეს წინააღმდეგობის და პროტესტის ტრადიცია შეიქმნას, რომელიც გადაეცემა შემდეგ თაობებს და ყველა შემდეგი თაობა თავის წრილს შეიტანს და რაღაცას შემატებს ამას რა. მაგაზე მეტი მოლოდინი არ მგონია რომ შეიძლება სტუდენტურ მოძრაობას ჰქონდეს.